გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ გიორგი ბარამიძე, მე ვაკეთებ ახალი YouTube არხს, ეს არის ჩემი პირველი ვიდეო, თავდაც მივხვდებოდით, ეს იქნება ნადირობის შინაარსის არხი, ესე ვთქვათ, და მასთან ერთად შიგედაში რაღაცა სათევზაო ვიდეოებიც შემოგთავაზებთ თეზლების დაგვარად. მოკლედ, ეს არხი არის ყველასთვის, ვისაც ბუნება უყვარს და ბუნებასთან კავშირი აქვს რაღაც დოზი. ჩემი პირველი ვიდეო მინდა ესე ვთქვათ, შევახო იმ თემატიკას, თუ რამდენად შესაძლებელი არის ბიუჯეტურ ვარიანტში შეძენა ინვენტარის, სანადირო ინვენტარის და აღჭურვილობის და რამდენად შესაძლებელი და გამოსაყენებელია ეს ყველაფერი პრაქტიკაში. აქ მაქვს რამდენიმე რაღაცა დამწყები მონადირისთვის, ესე ვთქვათ, საჭირო ნივთი და ინვენტარი, ითიც შეიძლება დავიწყოთ ნადირობა, გადავდგათ პირველი ნაბიჯები და ესე ვთქვათ სიამოვნება მივიღოთ. და ამასთან მინდა გითხრათ, რომ ეს ნივთები აქ არსებული ნივთების უმეტესობა არის გამოწერილი, ესე ვთქვათ, ანუ ადგილზე შეძენილი არ არის. რადგან ყველას მოგვეხსენება ეხა არის რამდენიმე საიტი უცხოური, რომ აზიიდანაც და ევროპიდანაც შეგვიძლია გამოწერა რაღაც ნივთების, რომელიც შედარებით უფრო იაფი არის, ბიუჯეტური გამოდის უფრო ვიდრე ადგილზე შეძენა. დავიწყოთ განხილვა აი ამ ზურგჩანთით, რომელიც პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევიძინეთ ტემუზე. ეს ზურგჩანთა და ეს თოფის შესაძლებელი ჩანთა საკმაოდ ბიუჯეტურად გამოვედით, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ 59 ლარი იყო ორივე ღირებულება, თუ სწორად მახსოვს, ეხლა შეიძლება რაღაც რამდენიმე ლარში პლუს მინუს ხდებოდი რა. და შეგვიძლია ამ ჩანთაზე ვთქვათ, ну რა თქმა უნდა, არ არის მაღალი ხარისხის, არ ეთამაშება ვარსკვლავებს და რაღაც განსაკუთრებული არ არის, თუმცა იმ ფასად და აი იმ ფასად რაც ღირდა იდეაში არის ჩვეულებრივზე უკეთესი, პრაქტიკული, კარგი გამოსაყენებელი. მეცაც გეტყვით, რომ ჩემი აზრით, რაც ფასი ედო ამას ტემუზე, იმაზე უკეთესია როგორც მინიმუმ რა. აქვს რამდენიმე სათავსო, აი აქ ერთი სათავსო, მეორე პატარა სათავსო, მესამე და მეოთხე სათავსო არის 35 ლიტრიანი, ანუ ტევატება ეგეთი აქვს. არის აი ესეთი. აქ ცოტა რბილი ნაჭერი აქვს, ანუ მასაჟურის მსგავსი რაღაც. აქაც პატარა სათავსო აქვს, სადაც შეგვიძლია რაიმე ну, პრინციპში აქ ალბათ დაგვიჭირდება რაიმე ჩადება, იმიტომ რომ ზურგს გვადგენს, თუმცა უნდა ითქვას, რომ აქაც არის სათავსოები. მშვენიერი გამოსაყენებელი ჩანთა არის, მეფიქრე რომ რამდენჯერმე ვიყავი ამ ცენებილად წასული, შემოშოულებულად ჩავდია ის ინვენტარი, რაც იმ მომენტისთვის უჭირდებოდა სანადიროდ, ანუ ტყვიები, ვაზნები, ეს ვთქვათ, თავისი აი ესეთი შეფუთვებით, ან თუნდაც პირდაპირ რამდენიმე საჭირო ინვენტარი და ეგ არის და ეგ. ну, მოკლედ, რეკომენდაცია შეიძლება ასე ვთქვათ, გავუწიოთ ამ ჩანთისთვის, დამწყებ მონადირეებს, ვისაც რაღაცა ბიუჯეტური ვარიანტი სჭირდება და ეძებენ უფრო დაბალ ფასიან ინვენტარს. ჩემგან ყოველ შემთხვევაში შეიძლება რეკომენდაცია მივუცე და უთხრა, რომ ნორმალური ხარისხის გამოსაყენებელი ჩანთა არის. ასევე, ხო, ну, ბარემ რახან თქვი, რომ ამასთან ერთად შეძენილი მაქვს ეს თოფის ჩანთა. ამასთან ცოტა რაღაც კურიოზული საკავშირებს ამ მოგონება, ესე ვთქვათ, როცა გამოვიწერე ეს ჩანთა და ეს ჩანთა ერთად, არ დავაკვირდი ამ ჩანთის ზომას, ანუ სიგრძეს, ესე ვთქვათ, რასაც იდეაში პირველ რიგში უნდა დააკვირდეთ და შეადაროთ თქვენი იარაღის სიგრძეს. და როცა ჩამოვიდა, აღმოჩნდა, რომ ზუსტად ჩემი იარაღი, აი ზუსტად მართლა ალბათ მილიმეტრით 1 სანტიმეტრით მეტი რო ყოფილიყო ჩემი თოფის სიგრძე, ამაში არ ჩაეტევოდა რა. თუმცა გამომადგა, იმიტომ რომ ზუსტად ეტევა. აი ესეთი საშუალო ხარისხის ნორმალური თოფის ჩანთა არის, აი ესეთი შიგნიდან. და აწყობილს ჩვენს 6 ვაზნიან თოფს, ან თუნდაც ჩვენს 5 ვაზნიას, 4 ვაზნიას რომელიც გექნებათ, ანუ ნახევარ ავტომატურ თოფებს გულისხმობ, რომელიც არის ძირითადად ჩვენთან მაინც სტრუქტურის წარმოების,
ჩვეულებრივად შეგვიძლია ჩავხიოთ ამაში. ანუ 129 სანტიმეტრი არის თუ სწორად მახსოვს აი ამ ჩანთის სიგრძე. მოკლედ ნორმალური გამოსაყენებელი და საკმაოდ იაფი ვარიანტი. შეგვიძლია როცა დიახ ჩავდით აი ესეთ მდგომარეობაში წავიღოთ, ან შეგვიძლია აი აქვს პატარა თოგი და ზურგზე ჩვეულებრივად მოვიკიდოთ და წავიდეთ. ეხლა ცოტა რთულია, იმიტომ შიგნით ცარიელია. კარგი, ესეც გადავდოთ მოდით. ეხლა მინდა გითხრათ მიწზე პრინციპში მოდი ტემუზე რეიფს გამოვწერეთ, იმებს დავამთავრებ, ბარემ ამწურავ. ტემუზე ასევე შევიძინე აი ეს სათხოვარები, ეს ფიტულები. მოდი ამით დავიწყოთ. ეს არის კაჭკაჭის ვარიანტია, ესე ვთქვათ. ანუ მის ფიზიოლოგიურ ფორმას და ფერებს და ასე ვთქვათ ფენოტიპს, ასაც ქვია, კარგად შეესაბამება. ანუ ეს არის სათხოვარა, რომელიც გამოიყენება ქედანზე და გარეულ მტრედზე ნადირობისას. ანუ ოღონდ მარტო ეს თქო უნდა არკა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება თვითონ გარეული მტრედის ან ქედანის ფიტულები, რომელიც შეიძლება არ გამომიწერია, მაგრამ აუცილებლად გამოვიწერ. უბრალოდ გამოვიწერე და რაღაც ჩემი ბრალი იყო დაკვირვება არ გავუკეთე იმას, რომ რაღაცა 2-1 ჩემი გამოწერილი იყო 2D და სენდვიჩი უნდა გამომიწერა 3D, რომ ჩამოსულიყო ასეთი ფორმის, ანუ ფიტულები და ჩემი იყო მხოლოდ სიბრტყის გამოსახულების, ამიტომ არ მოგდოდა და უკან მივავრუნე. შესაძლოა უნდა ითქვას, რომ ანაზღაურება მოახდინეს იმ ნივთის, რომელიც უკან დავაბრუნე. კარგი, გავგზავნოთ ამაზე საუბარი, ესე იგი, როგორც ვთქვი, უნდა დავდგათ იქ, სადაც ჩვენს გარეული მტრედების ან ქედნის ფიტულებს განვათავსეთ, მასთან ახლოს უნდა განვათავსოთ, შეგვიძლია კაჭკაჭი, შეგვიძლია ასე ყვავი. ეს ფრინველები მტრედისთვის არის სიმშვიდის გარანტი, ანუ ისინი ფიქრობენ, რომ სადაც აი ეს კაჭკაჭი ან დაუშვათ ყვავი ჯდება, იქ თითქმის ყველაფერი არის მშვიდად და არ ემუქრება არანაირი საფრთხე და ამიტომ ბევრი დაკვირვების გარეშე ეშვებიან ხოლმე იმ ადგილზე და ამიტომ კარგი პრაქტიკული და საჭირო რამ არის ჩვენს მტრედის ფიტულებთან ერთად აი ამ ფიტულის გამოყენება და ამ ფიტულის ხარჯზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რა ვიცი, ნორმალური ჩვეულებრივი ეხა ამას რა უნდა მოთხოვო, ანუ კარგად შეღებილი არის, ესე ვთქვათ, ფერები კარგად არის დასმული, ანუ სიმულაცია ნამდვილად შეიძლება, ანუ ადამიანსაც კი შეიძლება შეეშალოს ცოტა მოშორებით დასვა, ვერიფიკაციო რაღაცა ის არის, რა ქვია, ხელოვნური, ესე ვთქვათ, რა აქვს პატარა ესეთი ნახვეტი, სადაც შეგვიძლია ჯოხი ან რკინა რაღაც დავამაგროთ და ამითი ჩავაჭობთ მიწაში და იქნება უმოძრაოდ. მეორე ფიტული, რომელიც მე ძალიან მომეწონა, საკმაოდ კარგი, ანუ კარგი გამოსაყენებელი არის, ეს არის დედალი იხვის ფიტული, რომელიც არის კარგი ზომის, ანუ დედალი იხვის ზომის დაახლოებით გარეული იხვის ზომის. ზუსტად ხა არ მახსოვს რომელი სახეობის არის ეს იხვის ფიტული, ანუ თან კარგად ვერ ვაკეთებ შეჯერობით. მაგრამ შეიძლება არ ვიცი, მაინც დაშვებას გავაკეთებ, შეიძლება ეს იყოს სტვენია იხვის ფიტული. მაგრამ მე მგონი არა. ნუ კარგი, მაგაში აღარ შევა პოლემიკაში, ხა მაგასთან დაკავშირებით. ეს არის ქვევით აქვს აი ესეთი ნახეთ პლასტმასის ესე ვთქვათ სიმყარე, სადაც შეგვიძლია აი აქ მოვაბათ თოკი და იმ თოკზე მოვაბავთ სიმძიმეს, რათა როცა ტბაში ან დინარეში წყალში მოკლედ ჩავსვავთ, არ წაიღოს დინებამ და რამდენიმე სანტიმეტრის გარშემო იმოძრავოს მხოლოდ და მხოლოდ რა. არ წაგვართვას მოკლედ დინებამ რა. ანუ შვენიერი ხარისხია ეს ვერაფერს ვერ მოთხოვთ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ეს კონკრეტული ფიტული გამოწერე ემოდან თუ სწორად მახსოვს 14 ლარად და აღმოვაჩინე რამდენიმე თვის წინ, რომ 10 ლარად აი ეს ზუსტად ესეთი ფიტულები შეგვიძლია შევიძინოთ საქართველოშიც. არის ერთი ადგილი თბილისში და ვაპირებ, რომ შემდეგი ფიტულები იხვის კონკრეტულად თუ იქნება მარაკში ისევ იქ, რომ იქ შევიძინო და უკვე აღარ გამოვიწევ, იმიტომ რომ ზუსტად იგივე იყო, რაც ნახე ფოტოში, ერთ-ერთში გავდა და სავარაუდოდ იგივე იქნება და
თან ეხლა რაღაცა შეიძლება თქვას 4 ლარი არაფერია, მაგრამ ან დროშით იწელება ამის ჩამოსვლა და თუ უფრო ნაკლებასაც შეგვიძლია აკიდო, რატომაც არა. მოკლედ ეს ორი ფიტული განვიხილეთ. ეხლა მინდა განახოთ აი ეს არის სასულე სატყუა რა იხვის, სასულე მანოკს რო იძახიან, მანოკი არის ქართული სიტყვა, აქედან გამომდინარე სატყუა რას უთმარ, ან შვენიერი, კარგი დაფარვით, ესე ერთი შეხედვით, კარგი ხარისხის, ნორმალური სიმძიმის, ანუ არც ძალიან მსუბუქია და არც ძალიან მძიმე, მიხვდები რომ ანუ თლად ისეთი პლასტმასი არ არის, რომ აი რაღაცა იყოს და გიგوارდეს და გაგიტყდება, ან კიდე უბრალოდ ვიზუალი აქვს და ხმა არა. შვენიერი ნორმალური გამოსაყენებელია, ხმას შემიძლია განახოთ. ну მოკლედ რა ვიცი ჯერჯერობით მე პირადად ეს ისეთ დროს გამოვწერე რომ ვერ გამოვიყენე ანუ უკვე დასრულებული იყო იხსნა ნადირობის სეზონი რასაც ეს ჩამომივიდა არ ვიცი ამდენად მუშაობს და ეფექტურია თუმცა აუცილებლად გამოვცი და რატომაც მგონია რომ თუ იხს ამის ხმა მოისმება აი ამ ფიტულებთან ერთად ესეც ძალიან კარგად დაგვეხმარება და შევძლებთ ესე ვთქვათ იხვის მოტყუებას იქ სადაც ჩვენ გვჭირდება ასევე ბარემ თემის თემატიკა რო ამოვწუროთ თემზე შევიძინე აი ეს პატარა მოდი დავაჩვენოთ აი ეს პატარა თოფის საწმენდები რომლებიც მე აღარ გამოვიყენე იმიტომ რომ აქ შევიძინე უკეთესი მაგრამ ეს საკმაოდ იაფად გამოვწერე აი ეს სამაგიეროდ აი ამას ვხარო ეს არის პატარა თეთრი ესე ვთქვათ რაღაცა რბილი ქსოვილი რომელსაც თოფში ვატარებ ანუ თოფის ულვაში ვატარებ საბოლოო გაწმენდისას, ანუ ყველაფერს როცა გავხეხავ, გავატარებ, გავწმინდა, აი ამითი ბოლო გატარებას 1-2 გავატარებ შიგნით და აი სიშავე რაც შეიძლება ხონდეს და ყველანაირი ჭუჭყი, საბოლოოდ ამას გამოაქვს ძალიან კარგად. ეს კარგი არის, ну ესენი არ გამომიყენებია, სიმართლეს და არ ვიცი. ტემუდან კიდე გვაქვს გამოწერილი, ну ხო, ეს ჩანთა, ეს წელი ჩანთა, რომელიც მე არ გამომიწერია და თემუდან გვაჩუქა, ესე ვთქვათ იმიტომ რომ რაღაცები შევიძინე, აი ეს თემებიც შევიძინე, ამასთან ერთად მე ეს საჩუქარი მოვაყოლა, არის წელი ჩანთა. უბრალოდ ცოტა ის არის რა ქვია. ევოლუციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს აშკარად, იმიტომ რომ ძალიან პატარა საფასოები აქვს, არ ვიცი ხა მაშინ ის ჩადება შეიძლება. მართლა არ ვიცი. ვერც ვფიქრობ, რა შეიძლება მას შეიძოს ისეთი რაც ნადირობის დროს გამოგვადგება, ამ ხელა ტელეფონიც აღარ არის, უკვე არც ერთ ტელეფონი ამაში ჩავიდოთ. მაგრამ რა ვიცი. მაჩუქარცხენს კბილი არ გაისინჯება, როგორც ვიტყვიან და ესეც ტემუს საჩუქარი არის. იყოს აქ. კარგი, ტემუზე ასევე შეძენილი მაქვს აი ეს კამუფლირების ბადეები, ეს ვთქვათ, ანუ კარგად იცით მონადირეებო. რაც არის ეს პატარა არის, რამდენიმე ვარიანტი მაქვს, გამოწერილი, ეს არის 3 მეტრი 2 მეტრზე, ეს არის 2 მეტრი მეტნახევარზე და ეს არის მე მგონი 1 მეტრი რაღაცა, ხო, ცოტა მაქვს რა. მაგრამ საკმაოდ ნორმალური ხარისხის მინდა გითხრათ, აი ესეთი დაფარვის, ესეთი ფერის შეფერილობის ბადია, რომელიც ჯერ არ გამომიყენებია, უნდა ავაწყო, სპეციალურად ფეხები უნდა დაუმაგრო, ისიც მიწაში ჩაერჭობა, ესე ვთქვათ და იდეალური საფარი საწყობა შეიძლება აი ამ ბადეებით. იდეალური საფარი საწყობა შეგვიძლია, მაგალითად, როცა ნადირობთ იხვზე, ქედანზე, მტრედზე, შვენიერი დასაფარი ზონის მოწყობა შეგვიძლია. აი ეს არის საკმაოდ დიდი წვანე შეფერილობის, თან ის ანუ იმდენად დიდია, რომ შეგვიძლია მაგალითად ორი ფენა ასე კიდე უფრო არ დაკეცილი აღარ გავშვი ბარემ. აი ესეთი ფერის და თავის ფასთან შედარებით ესეც ძალიან მისაღები არის, ან მოკლედ ეს 3 მეტრი 2 მეტრზე მაქვს გამოწერილი თუ სწორად მახსოვს 22 თუ 24 ლარად. ეს მაქვს გამოწერილი
სუპატარა 10 ლარად და ეს მაქვს გამოწერილი 14 თუ 15 ლარად. მოკლედ თავის ფასთან შედარებით ნორმალური ხარისხის ინვენტარია. კიდე რა დავხრჩა, ემუდან ასევე გამოწერილი მაქვს ეს ფანარი, რომელიც ნადირობასთან არაფერ შუაში არ არის, ანუ როგორც იცით, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ღამით ფარებით ნადირობას და მსგავს ბრაკონიერულ ცევებს, უბრალოდ არის ფანარი, რომელიც თუ შემოგვაღამდა, შეგვიძლია ეხლა დღე არის და არ გამოჩნდება რამდენიმე ფუნქცია აქვს, შოვინათების, ახლონათების, ციმციმებს და აქედან აქვს ესე ვთქვათ, აი მაგალითად კარავში თუ დავრჩებით, შეგვიძლია ეს ჩამოვიდოთ და ეს უწყვეტი შუქი, რომელიც დაბალი შუქი არის, ანათებს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ძლებს. ახლა ამის ხარისხი დიდად თავს ვერ დავდოთ, მაგრამ ფასი რაც ამაში გადავიხედეთ, უბრალოდ ახალს იყო ცრავარი. თავის საქმეს გააკეთებს ნაკლებ. ემუს ინვენტარი მე მგონი სულად ამოწურა და მოდი ბარემ ახლა ამას შევეხები, ეს წეგან საწმენდი საშუალებები რო განახილო მე ემუზე გამოწერე. აქ ვიყიდე ერთ-ერთ მაღაზიაში, სამონადირეო მაღაზიაში. აი ესეთი ნაკრებია, ესე ვთქვათ, ეს არის ჯოხი, რომელიც ყველამ კარგად იცით, რომ ეწყობა ერწოდებულ რეზბაზე ქართულად მეგონი ხრახნი არის ზუსტი შესატყვისი, ანუ ხრახნზე ეწყობა და თავზე უმაგდება ჯერ თუნდაც აი ეს ლულის საფრხე, შემდეგ ზეთის წასასწრებლად მეორე თავს ვაბნევთ, შემდეგ აი ამით რბილი ქსოვილით წვენდავთ. აი თავისი პატარა ზეთის ჩასასხმელი მოყვება, რომელსაც მე არ ვიყენებ, იმიტომ რომ აი ეს შევიძინე ამასთან ერთად, ეს არის თურქული წარმოების ზეთი, როგორც მითხრეს იქ მაღაზიაში. ამაში მივეცით 15 ლარი. პირდაპირ ეს არის სპრეი, აი ესეთი. და შეგვიძლია პირდაპირ სადაც გჭირდება დაზეთვა, ლულაში შევასხათ ან ზემოდან ან მექანიზმზე პირდაპირ მივუშვათ. პრაქტიკული გამოსაკნებელია ძალიან რა. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ეს 15 ლარი ღირდა, ეს ღირდა ეს მთლიანი ნაკრები 30 თუ 35 ლარი სწორად მახსოვს. კიდე რა დაგვრჩა. ამის განხილვას პრინციპში ახლა უბრალოდ მითთან ერთად მეწყო. არ ვაპირებ ეს ერთ GoPro-s მაგვარი კამერა, რომელიც დემოდან გამოვწერეთ, არც თუ ისე თქო უნდა კარგი ხარისხის, მაგრამ ესეც ნაჩუქარია, ესე ვთქვათ, დემო მოგწონს საშუალება რომ რაღაც მითთან ერთად აღვეჩია და გამოვწერეთ, ნახეთ, უბრალოდ რამდენად ვარგისიანი იყო და კიდე თუ არა, რაღაც კადრების ასაღებად ნორმალური მაგალითად შეიძლება შემდგომში, როცა სანამდვილოდ წავალთ სეზონი გაიხსნება, შეიძლება თვითონ იარ ტოპზე ქვემოდან დავამაგრო უშუალოდ გასროლის კადრების ასაღებად. ამის განხილვას ახლა არ ვაპირებ. კარგი, შემდეგი რეიდის დაგვრჩა. ეს არის მოკლედ ეს ტემის ნაწარმი აქ დავიქოთ. ეხლა მინდა გითხრათ ერთი-ორი სიტყვა აი ამ ეს არის ლიეტუის გამოშვება, მოკლედ ეს არის ვაზნა, წერის ვაზნა 10 ნომერი. ბრენდი არის ზალა. არც რეკომენდაციას უწევ ვინმეს და არც ვიძახილ ცუდია მეთქი, უბრალოდ ეხლა ხანს რამდენიმე თვის შევიძინე და მწყერი სეზონისთვის ვემზადები და ვაგროვებ წინასწარ ვაზნებს და მაღაზიაში, სამონადირეო მაღაზიაში მითჩი სამიხეს რომ ლიეტუური ნაწარმი დატესტილი გვაქვსო, იდეაშიო. საკმაოდ მაღალი ხარისხის არისო, ტყვია წამალიო, გრამაჟი შიგნით რაც არის მოცემული ზუსტია და არ გვატყუებენო და ანუ რეკომენდაციას იდეაში უწევთ ლიეტუურ ნაწარმს, თუმცა კონკრეტულად ეს პირველად შემოვიტანეთო და არ ვიცით როგორიაო, არც მე არ ვიცი, მაგრამ ერთი შევიძინე რომ დავტესტო ღირს თუ არა, შემდეგ ის აი ესეთი 30 გრამიანი 10 ნომერი უკონტეინერო ვაზნა არის. გარედან საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება, მინდა თუ ეს ვინმეს რაიმეს მოგცემთ, ესე ვთქვათ, საკმაოდ ისე გამოიყურება სოლიდურად, წესით კარგი რომ უნდა იყოს. ანუ ამას იმიტომ ვიძახებ, რომ შეიძლება რაღაც დილეტანტური იყოს ეს ყველაფერი, რომ ესე შეხედა ვაზნას და ითქვა, მაგრამ ანუ უბრალოდ
ხანდახან თვალით ხო ბევრ რაღაცას გვეუბნება ხოლმე აი ამ ვაზნასთან შედარებით ამ ვაზნას რო შეხედავ იდეაში უკეთესი გგონია. ნუ მაგ ყველაფერს თქმა უნდა პრაქტიკაში გავიგე. ნუ ხო ამას სეზონის დაწყების თანავე დავტესტა და ნახავ ვარგა თუ არა და თუ არა აუცილებლად ვიყიდი, იმიტომ რომ ეს ღირდა ლარიდა 30 მაშინ რამდენიმე თვის უკან და ეხა უფრო გაიაფებულია ბოლოს რო ვიყავდი სამონდრეო მაღაზიაში სხვა რაღაცაზე ვიყავი, მაგრამ ამის ფასი რო ნახეთ უბრალოდ მახსოვს ლარიდა 15 თუ ლარიდა 10 ხო რა რაღაცა ეგრემეტ ყეობდა. სამწუხაროდ ძალიან ძვირდება ჩვენთან ვაზნები, ნებისმიერ მომენტ არის სამონადირო, თუმცა ვაზნები განსაკუთრებით ყველაზე მეტად უტყავს მონადირის ჯიბეს, იმიტომ ეს არის ის გარეშეც ნადირობა წარმოუდგენელია. კარგი, ახლა შემიძლია ვისაუბრო. ხო, ეს არ არის არც ტემუნა გამოწერილი და არც ჩემი ნაკლები იდეაში. ჩემი ტემუნა გამოწერილი პატრონტაჟი რაც იყო გადავცვალე. აიდეაში ამას არ იყენებდნენ, ან ჩემთან სოფელში ქონდა ესა. საკმაოდ პრაქტიკული, ნორმალური პატრონტაჟი არის, ჩემი იყო რეზინის და ამიტომ ვამჯობინე რომ ის დამეტოვებინა სახლში, სოფელში და ეს ამეღო ჩემთვის. პრინციპში ხამეთ სოფელში ვარ, თუმცა ესე გადაწყვიტე, საკმაოდ კარგი ნორმალური ხარისხის არის, 24 ვაზნა ეტევა და ჩემი აზრით ნორმალური გამოსაყენებელი პატრონტაჟია, თუმცა მაინც მგონია რომ პატრონტაჟი ყველაზე უფრო პრაქტიკული თავის ტევადობით არის აი ეს შეგეწოდებული ჟილეტები, რომლებიც თავის მხრივ არის ჟილეტი და ამავდროულად აქვს ვაზნების ჩასაწყობი თავისი ესეთი არხები, სადაც ვაზნებს ათოვსებთ, იმიტომ რომ პატრონტაჟი მგონია რომ უფრო პრაქტიკულია რა ეს წელზე რაღაც შემორტყმული თან ნაკლებად ტევადი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ის უფრო პრაქტიკულია და აუცილებლად აპირებ იმის შეძენას რა კი უფრო ძიმედ შეიძლება გამოიყურებოდეს ის თუმცა გამართლება იმას შეიძლება მოუძებნოთ რომ კლიენტ გვაცვია ამიტომ რაღაც დისკომფორტს არ უყურებ რა ნუ მოკლედ ხო ეგ განსხვავებული ადამიანის ვის როგორი ურჩევნია ვის როგორი ეკომფორტულება მიდიადეთ ის მირჩევნია ეს არის პატარა ჩანთა რომელიც ტემუნა არ არის გამოწერილი რომელიც მაჩუქეს არაფერი თუ უბრალოდ პატარა ჩანთა რომელიც შეგვიძლია ნადირობისას ვატაროთ მაგალითად თუ მაგალითად მივიდივართ ორი ჩანდით აი მაგალითად ამ ჩანთაში შეგვიძლია ჩავაწყოთ ის ინვენტარები აი მაგალითად ვაზნები ან დაუშვათ მაგალითად საგზავრით მივიდივართ სანადიროდ საჭმელი რაღაც წყალი თავისი რაღაცები შეგვიძლია ამას ჩავდოთ და ვაზნები შეგვიძლია აი ამ პატარა თავსებად ჩანთაში რომელიც არის ესე სიგრძის შეგვიძლია ვაზნები ჩავყაროთ მარტივად და ეს თან ვატარავთ ნადირობისას, თუმცა ეს მაგალითად მანქანაში ვიქნება დატოვებული. პრაქტიკული გამოსაყენებელი არის ჩემი აზრით. ხო, აქ მაქვს ეს ჩვენი სამწყერე. ესეთი ერთი ცალი, რომელიც ასევე ნაჩუქარი არის, საკმაოდ ძველია, გამოყენებული. ძალიან მიყვარს ზოგადად სამწყერეები, რაღაცა ძალიან ამას ასოციაციას იწვევს ჩემში, თან მეტეს მონადირეს. როცა ჩამოკიდებული აქვს, ჩემთვის საკმაოდ მძიდველია ეს. ამის განხილვას არ აქვს, ნორმალური კარგი ხარისხის ნორმალურია კარგი ხარისხის ძველი, გამოყვერამდე იგივე გამოყენებული სამწყერი არის. ეხლა რა ზემინე გესაუბრებ კიდე ხო, ეს საფრთხე დაჭირდება. ეს არის აი ეს არის ადგილზე საქართველოში შეძენილი დანა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დაგვაქვს იდეაში სურჩანთით, სხვა არაფრით, იმიტომ რომ წარება ისე არ შეიძლება და არის გამოსაყენებელი ბევრი რამისთვის, მაგალითად აი ესეთი არის, ეს არის კოლუმბიის ფირმის საკმაოდ ბასრი დანა არის. ბევრი რამისთვის შეიძლება ამის გამოყენება, ისევე როგორც მაგალითად ტყეში შეგვიძლია რაღაცეები მოვჭრათ, ანუ ძალიან მსხვილო შესახავად თქმა უნდა ამით ვერ მოვჭრით, მაგრამ საშუალო ზომის ხეს ნამდვილად მოვახერხებთ, რომ ამით
ბოლო მოუყოთ ესე ვთქვათ, ან მაგალითად გაკაფო გჭირდება რაღაცეების შესაძლებელია. მაგაზე არ ვიყენებ, რა თქმა უნდა, მაგრამ შესაძლებელია საჭიროების შემთხვევაში რომ გამოვიყენოთ მაგ ყველაფერს. და ასევე რა თქმა უნდა, ეხლა ტყეში უბრალოდ ნადირობისას ან ტყეში ან სხვაგან რაღაცა იქნება იქ კიტრი პომიდორი სალათის ჩაჭრა, რაღაცა მსგავსი რაღაცები ხორცის დაჭრა სამწოდისთვის ან მოკლედ კულინარიულ თემაშიც კულინარიულიდან არ არის თავის ფორმებიდან გამომდინარე, მაგრამ დასწრია და გამოსაყენებელი რა. მაგრამ ყველა უნდა ვიცოდეთ, რომ მსგავსი დანის ტარება არ შეიძლება ესე ვთქვათ თავის დამცავის და ესე უბრალოდ ტარება არ შეიძლება რა. უნდა გვიგოს აუცილებლად ჩანთაში და მანქანით უნდა ვატაროთ, სადაც ვიდივართ, დავტოვოთ მანქანაში, მოკლედ ცოტა ისეთი არის. ფაქიზის საქმეა მსგავსი დანის ტარება. მაგრამ მე პირადად ამ ბრენდს ვიჩვენებ, რა ვიცი ხა. ამინჯები გამოვიყენე, სახში გამოვიყენე და საკმაოდ ისეთი არის. მასრი, კალბინჭრელი, ჯერ არ გამილეს ეს მასრი. არ ვიცი ხა რამდენად იდესება ეს ფოლადი. მაგას როგორ მე მოვხდება, მაგრამ ჩემი აზრით საკმაოდ გამოსაყენებელი ინტანა არის რა. აი ესეთ თემებში რა თქმა უნდა. კულინარიულ თემაში ცოტა გაგვიჭირდება ამის გამოყენება სამზარეულოში. ისიც გადავდოთ. ამას ბოლოს კადრს რო გავწყვიტავთ შემდეგ გავშლი ცალკე და განახებ. ეს არის კარავი, რომელიც მოჩუქეს და ბოლოსკენ მინდა განახოთ ჩემი ტოპი. ნუ მოკლედ რაც არ მithავს ანუ იდეაში მე ვარ დამწყები მონადირე. ბავშვობიდან კი მიყვარს ნადირობა და სულ ამ საქმეში რაღაცა სადაც მიმწვდებოდა ხელი ყოველთვის ვახერხებდი და ვცდილობდი რომ ყოფილიყავი, თუმცა მაინც დამწყები მონადირე ვარ. ეხლა ვკრებ ინვენტარს, იმ საჭირო ცოდნას, მათ შორის პირადად ალბათ პირველ რიგში საჭირო ცოდნას, რაც აუცილებელია ნადირობის დროს, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, პირველ რიგში უსაფრთხოების წესები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ეხლა ვიძენ და ჩემი პირველი, ანუ ჩემს კუთვნილებაში არსებული პირველი ტოპი არის ეს, რომელიც მაჩუქეს. ეს არის თურქული წარმოების ნახევად ავტომატური ტოპი, კრალ არმსის ბრენდის მოდელი არის აცტეკა. ხავე თან ავაწყობ, თან ვისაუბრებ. ხო ეს ტემუდან გამოვწერე, აი ეს სავაზნეები. არაფერი იცით, უბრალოდ ისა ნაჭერი აქვს, რეზინი აქვს, 6 ვაზნა აქიდება. ესეც რეზინი აქვს და მაგრამ ანუ ხელს არ გვიშლის დადენი მდგომარეობაში საკვაზნები გიწვია. კონდახის ნიჯენაში ან რაღაც არ გვედება არაფერს და მოკლედ ერთადერთი მინუსიც აქვს, ამძიმებს თოფს საკვაზნები გვიდოს რა. ხო, ამ თოფზე რა შემიძლია თქვა, თან ნელა ვისაუბრებ. და თან ავაწყო. როგორც გითხარით, თურქული წარმოების ტოპი არის. 6 ვაზნი იდეაში 6 ვაზნიანი რო არის, მე აღმოვაჩინე, არ ვიცი რატო, როცა მაღაზიაში შევიძინე, მითხრეს რომ იყო 5 ვაზნი, ანუ 4+1 ვაზნა, ანუ 4 მიდიოდა აი სავაზნეში და 1 მიდიოდა თვითონ პედაგოგიაში, მაგრამ აღმოჩნდა რომ არის 6 ტყვიანი, 6 ვაზნიანი, როცა ტენიდი ერთხელ ავტომატურად შემთხვევით მე 6-ზე გამიქცა, შიგნით შევაწექი და მივხვდი რომ შევიდა და ანაირი პრობლემა არ ქონია თან და ამის მერე მივხვდი რომ არის 6 ვაზნიანი. არ ვიცი, შეიძლება ალბათ იმათაც ინსტინქტიურად შეეშალათ იქ. მაღაზიაში სადაც ვიყიდე. მარტივი დასაშლელი და ასაწყობია მithumetes ვისაც ერთხელ მაინც ქონია შეხება სკაუსი მექანიზმის სიარაღებთან მარტივად აუღებთ ალოხს. აი ესეთი ვიზუალურად ცოტა ახლოს პლასტმასის ნორმალური გამუშავების კონდახი აქვს საკმაოდ. აი აქ ბოლოში აქვს რეზინი, რომელიც საკმაოდ კარგ დაბეჭდილებას ტოვებს, მithumetes მხარზე ვიდებ,
კონტახს საკმაოდ რბილად გვედება და დარტყმის უყუცემას უფრო ანელებს, ესე ვთქვათ, იმდენად ძლიერი უყუცემა არ აქვს და არ გვტკენს მხარს აი ამ სილიკონის ხარჯზე. აი აქ სადაც ხელის მოკიდება გვიწევს, ან აი ამ ნაწილში პლასტმასი დაფარული ცოტა ესე ვთქვათ ხორკლიანი ხაოვიანი ზედაპირით, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელი ოფლიანი გვექნება ან რაღაც სველი ან ძალსი რაღაც დასშვილი და ვთქვათ არ გაგვიცურდეს ხელი, მარტივად კარგად ჯდება. კარგი მოჭედება გვაქვს. აქ არის სასხლეტი, სადაც გვაქვს ეს ცველი, რა თქმა უნდა, ყველა მიცით, ეს არის ცველზე, ეს არის გამოხტულ მდგომარეობაში. უკვე შეგვიძლია სროლა. ეს მექანიზმი ჩვეულებრივი ცოტა უფრო მე მინახავს ამაზე უფრო ესე ვთქვათ დამყოლი მექანიზმები, რომელიც საკმაოდ რბილად გადმოვიდეს და ამაზე უფრო უხეშიც მინახავს. ეს რაღაც საშუალო ეს არის კლასის ესე ვთქვათ მექანიზმი. ისე ცოტა სიძლიერე ჭირდება რომ გავხსნათ, თუმცა ბევრი არაფერი. და ეს არის ღილაკი, რომელსაც შემდეგ ამ მექანიზმს ამ გუშს ესე ვთქვათ წინ წერთ რა. კიდე რა შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის 76 სანტიმეტრი ლულის სიგრძე, ანუ გრძელი იარაღი არის. ყველასთვის არ არის კომფორტული და მარტივად გამოსაყენებელი. მე პირადად ცოტა უფრო ტანმორჩილ ადამიანს ვურჩევ, რომ შეიძინა 71 მეტრი მაგალითად ლულის სიგრძე. ან უფრო პატარაც შეიძლება, გაშენაზე ვნადირობთ, წერზე უფრო პატარაც შეიძლება. ანუ ჩემთვის ახლა არანაირი დისკომფორტი არ წარმოადგენს ეს 76 სანტიმეტრი, იმიტომ რომ ჩემთვის იდეალურად კომფორტულად აჯდება, ასე ვთქვათ, მხარზე და ეს სიგრძეც კარგად მოვის ჩემთვის. პირადად. თუმცა ვიღაცისთვის შეიძლება გრძელი იყოს, არაკომფორტული იყოს, მოუხერხებელი იყოს. ამიტომ ყოველთვის ჯობია ჩვენი გაბარიტებიდან გამომდინარე შევიძინოთ ყოველთვის იარაღი, ესე ვთქვათ. აქ გვაქვს ეს არის ჩოკი. ამ თოფს აქვს აი ესეთი გარეთ ჩოკები, რომლებიც ზევიდან, ანუ არა ლულაში, არამედ გარედან მაგრდება, ანუ ლულაში კი იხრახნება, თუმცა ის თვითონ ჩოკი რაც არის, რჩება ლულის ზემოდან. ეს არის სამჭრელიანი ჩოკი, ესეთი. ანუ ეს ჩემი აზრით და გამოცდილებით და გადმოცემითაც რაც ვიცი, უფრო შორს მიტანას უწყობს ხელს, ანუ გასროლილი ვაზნიდან საფანტის, ან თუნდაც კარტეჯის, ან ტყვის. უფრო შორს გატანას უწყობს ხელს, უფრო შორმაძილზემი აქვს და უფრო მაგალითად ან ჭრილების მიხედვით არის რა, რამდენიმე ჭრილი არის, 1 ჭრილიანი, 2 ჭრილიანი, 3-იანი, 4-იანი, 5-იანი, მაგისთან მიხედვით ანუ უნდა ვიცოდეთ რომელი ჭრილიდან რა ნომერი ესე ვთქვათ ვაზნა ვის საფანტი ვისროლოთ რა. ეს არის 3 ჭრილიანი, აი ეს ყველაზე ესე ვთქვათ ის არის რა ქვია უსულის ტომახსნდება და ამიტომ არ მინდა მაგის გამოყენება. პრაქტიკული, ყველაზე პრაქტიკული არის 3 ჭრილიანი, ანუ ამით არ ვისვრით კარტეჯს ან ტყვიას, იმიტომ რომ საშუალება არის რომ რაღაცა შევიწროების გამო რაღაცა მოხდეს თოფში, თუმცა აი 4 ნომერი, 5 ნომერი, 6 ნომერში ზევით ეს ნომრები ამ ნომრებისთვის არის როგორც ვიცი იდეალური და მეც როგორც მიჩეს აი 3 ნომრით ვნადირობ ხოლმე რა. აი ესეთი ხრახნი აქვს. აი ესე ზემოდან ჩდება და თვითონ წარმოგიდგენთ 76 არის ლულის სიგრძე და სადღაც 2 სანტიმეტრი ნახევარს 2 სანტიმეტრს მინიმუმ მაინც ამატებს სიგრძეს, ანუ კიდევ უფრო გრძელს ხდის თოფის ლულას რა. და თოფს თან მოყვა აი ესეთი პლუს 2 ცალი ჩოკი შევიწროება 1 ჭრილიანი და 4 ჭრილიანი და თავისი გასაღებები, ანუ ეს მარტივად რომ მოუშვოთ და დაუჭიროთ. ეს ის ყოველს ხო ეს არის თავისი ღვედია ის თოკი რაც ეკეთა.
მაგრამ არ იყო კარგი რაღაც არ მომწონდა და შევცვალე ეს ვიყიდე თემოზე არც ეს არ არის იდეალური, თუმცა ამას მიჩვენია ესეთი ტოკი არის. მეკერის თქმა უნდა. მოკლედ მეტი პრინციპში არც არაფერთა ამ მომენტში არ შემიძლია. მეც ვიღებ ყველასგან რჩევებს და ვწავლობ, ვთქვათ, მიჩვენია რაღაცა რჩევა მივიღო სხვისგან ვიდრე თქვა რომ რაღაცები ვიცი და არავის მოусმინდა, იმიტომ რომ ბევრი რამ არ ვიცი ამ სფეროში და როგორც გითხარით, ეხლა ვდგამ პირველ ნაბიჯებს, ესე ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ 6-7 წელზე მეტი ან ბავშვობიდან რაღაცა ტოპთან შეხება მაქვს რომ ნადირობ, მაინც ასე ვიძახი რომ ჩემი პირველი ნაბიჯები ამ საქმეში რა. მოკლედ ყველა მონადირეს გისურვებთ წარმატებას, არა მარტო მონადირეებს, თუმცა ყველას, თუმცა ეხა ამას თუ ვინმე ალბათ თოთო განმავლობაში ვიღაცები უყურებენ და ვინც უყურებთ უმეტესობა მონადირე და ბუნების მოყვარული ადამიანი იქნებით, ვინც წარმატება გისურვოთ, წარმატებული ნადირობა მინდა გისურვოთ ყოველ შემთხვევაში. ეხლა არ გვაქვს საქართველოში ნადირობის სეზონი, თუმცა რამდენიმე თვე არის დარჩენილი და ამ დროს ჩვენ მოვხსენოთ ველოდებით. წარმატებული ნადირობა ყველას შვიდობიანი ნადირობა პირველ რიგში ეს არის მთავარი, იმიტომ რომ სანადიროთაც მივდივართ, პირველი არის ის რომ შვიდობიანად დავბრუნდეთ სახლში და ეს ხელცარიელი იქნება თუ ხელსავსე უკვე მეორე ხარისხოვანია, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ ნადირობაზე წასვლისასაც ვიღებთ სიამოვნებას იმ ბუნების ნახვით, იმ რაღაცა ხალხთან ურთიერთობით, რომელიც მოყვება აი ამ პროცესს. წარმატებები ყველას დაგემშვიდობებით, არ ვიცი ჯერჯერობით ამდენად ინტენსიურად გავდებ ვიდეოებს, მაგრამ შევეცდები რომ თუ იმ შემთხვევაში თუ იქნება რაღაც დაინტერესება და მოგეწონებათ, მეც შეძლებდით და გვარად გაგანებივროთ ესე ვთქვათ ვიდეოებით. თუ რაიმე ტექნიკური ხარვეზი ან თუ არა ალბათ იქნება, იმიტომ რომ პირველი ვიდეოა რაღაც ინვენტარი საჭირო არ გვაქვს მაგალითად მიკროფონი, რომელთაც ახლა ალბათ უფრო უკეთ გაიგებდით ჩემ ხმას. მეც პირველად ვმუშაობ კამერასთან და შეიძლება რაღაც ცოტა ღელვა შემეთხოს ან რაღაცა ენის დაბმა იმის გამო რომ არ ვიმუშავე კამერასთან, თუმცა ამ ყველაფერს თოთა განმავლობაში გამოვასწორებთ, იმ შემთხვევაში რა თქმა უნდა თუ თქვენგან იქნება დაინტერესება, ამის გამო უნდა მოგვიწონოთ, გამოიწოდოთ ჩვენი არხი, გააქტიუროთ ძალისხილაკი და აუცილებლად დავბრუნდებით მალე შემდეგ ვიდეოთი, უკეთესი ხარისხით შევეცდებით და ახალი ამბებით. დროებით